ამ გადატვირთული დღეების შემდეგ ერთი თავისუფალი დღე გამომიჩნდა და გადავწყვიტე რომ ჩემს მეგობართან ერთად ჩემი ბავშვობის ჰობი გამეხსენებინა და მანქანებით გართობა მოგვეწყო და შეჯიბრი. მოდი თოგა დღეისთვის მე ამასავიჟებ შენის და ნახოთ. ოფროუდში შევეჯიბროთ. ნახოთ. Midi. Ara. Margin cut. უმეჯახები, კაცი. Margin cut. აი, რას ნიშნები? აიცა, ჯერ სათხარ ხანა. ძალიან რეალურად ექსტრემალური იყო. ეს თვითონ მანქანებით ამ გონია რომ შენზე ხარ და მართლა საჭესთან ხარ და ატარებ მანქანას. აი ტალახებში რო დადიოდა დავისვარე ცოტა, მაგრამ არა უშავს ხირდა. ისეთი დაუნდობელი შეჯიბრი იყო, რომ რეალურად არც ერთი არ გამოვედით გამარჯვებული ფრედამთავრდა. კარგი ემოციებიც მივიღე, დავიმუხტე კარგად და ასე მგონია რომ ვარ მზად ლაივისთვის. სანდრო კურცხალიძე! I had the dream to wash myself of this great affliction. So hard to see, I got untied, speak without conviction. All the weight of my body and the feel that surrounds me, they blame on you too. How can I stand here as a man with all the flame into your hand, living with you? I'll be lost in the fire of love. I'll be lost in the fire of love. You felt the heat of the sunshine before I met you. Now reach the side, pull your heart out and left you in the shadow. I'll be lost in the fire of love. I'll be lost in the fire of love. I had the dream of the sunshine before I met you. რომელიც შეყვავდა თან. სოფო, გისმენთ. კიდევ ერთი დღევანდელი დღის შესრულება. ეს ძალიან მაგარი ჰიტი. ძალიან თავისებურად და რაღაცნაირად თანამედროვე შეასრულა სანდრომ.
თუ ჩვენ ვაპარაკობთ ინდივიდუალიზმზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია X ფაქტორში, ამ ბიჭს აქვს ეს ძალიან მაგარი ინდივიდუალიზმი, თავისი სახე აქვს და მის ხმას, მის შესრულებას, მის მანერას ამოიცნობ ათასებში, მილიონებში და ასე შემდეგ. ერთი მინდა კიდევ დავამატო, ჩემო კოლეგამ ჩემო საყვარელმა გიორგი გაბუნია, მერთხელ ესე თქვა, რომ ამ შოუსო იწყებენო საუკეთესოებიო და ამთავრებენ საუკეთესოებიო და დღეს რა გამოვიდა, რომ სანდრომ გახსნა და სანდრო ხურავს და კიდევ თუ შამანობაზე თუ გვაქვს კიდე და იქითკენ თუ მივდივართ და რაღაცა ცრურწმენებზე ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლე, ხო, მაშინ მეორე სეზონის გამარჯვებული იყო ძალიან მაგარი ყველას გვახსოვს ბათუმელი ბიჭი, მესამე სეზონის გამარჯვებული იყო ძალიან მაგარი ბათუმელი ბიჭი და მესამე როგორ უყვარს ღმერთს სამი რიცხვი, აი მესამე იქნება ასევე უმაგრესი ბათუმელი ბიჭი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. მადლობა სოფო. გიორგი შეაფასე სანდრო. ამათა მე მგონი უკვე რაღაცები მოხარშეს. გიორგიმ დაიწყო ხარშვა. სანდროს 400-ზე მე მგონი თვითონ გადაედო ჯერ. მასე მოქმედებს მე მგონი. რაღაც არასწორად მოხარშა. გიორგი გისმენთ? უკომა შემოუბრუნდა. აღარ ჭირდება მე ქუდიც იმიტომ ახურავს მოღრეცილი. აღარ ჭირდება ველაპარაკი, ძირითადად ჟიურის წევრები მე მელაპარაკებია და აგერ უკვე მეორე კონკურსანტის გამომაში ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამ დროს კონკურსანტზე. სანდროს აქვს, რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, რომელიც ნამდვილად, როგორც სოფომ თქვა, არ აგერება არავისში. შეიძლება კონკურს მიღმა მისი ხმა ვიღაცას მიამსგავსო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ ჩვენს კონკურსში სანდროსნაირი არც ერთი არის, ერთი იყო მსგავსი, რომელსაც მე ვამსგავსებდი და ისიც მე გავუშვი სახლში. ასე რომ რა კიდე დაგიტოვე, ერთი სრულიად გამორჩეული. ვერ ვიტყოდი იმ წინა პირობას. ხო. სანდრო, რა თქმა სრულიად უნდა, გამორჩეულიაო, ვაიმე ძლიერს კეთილ ნოტაზე მე მგონი ამთავრებს და დავამთავრებინოთ. კი ბატონო, დავამთავრე. დაამთავროს. დავამთავრე. დაამთავრე? დიდი მადლობა.